მინდა ახალგაზრდა სოციალისტებს პირადად სალომეს ძალიან დიდი მადლობა გადავუხატო ჩემი ექსპერტების უზრუნველისთვის სულ რამდენიმე საათის წინ შევიდგა მაგნადა გამოსული გავიდა მოგსამებრობით ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ძალიან კარგია და ასევე მნიშვნელოვანი რომ ცხოვრების ეტაპიდანვე იწყებ გამთენებზე მსჯელობას ფიქრს იმიტომ რომ თქვენ და ჩვენ ვართ ის ხალხა რომელსაც გვახსოვს ის ეტაპი, ის პერიოდი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ფაქტიურად 90-იან წლებში საქართველოს მოქალაქეების, ქართული ოჯახების, ასე ვთქვათ, სოციალური და ეკონომიკური გადარჩენის მთავარ საყრდენად სწორედ ქალბატონები აღმოჩნდნენ, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძალიან ბევრმა მამაკაცმა ოჯახში სამწუხაროდ ვეღარ მოვა საკუთარი თავი ახალ რეალობაში, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ როდესაც ვინმე საუბრობს განსაკუთრებით მამაკაცის საკუთარ დომინანტობაზე ოჯახში, ეს ფაქტი ყოველთვის უნდა შევახსენოთ, რომ ქალის როლი არა მარტო ოჯახში, არამედ სოციუმში და ჩვენ საზოგადოებაში ძალიან დიდია და მნიშვნელოვანი. მე წარმოვადგენ ორგანიზაციას ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრს, რომელიც გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია, ის მუშაობს საქართველოს პარლამენტში და მის თავად ფუნქციას წარმოადგენს ბიზნეს სექტორსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის გამჭვირვალე საკანონმდებლო დიალოგის ხელშეწყობას, ბიზნესის მეტ ჩართულობას კანონშემოქმედებით პროცესში და ამავე დროს პარლამენტის საკანონმდებლო ორგანოს ცნობიერების ამაღლებას ბიზნესის შესახებ, რას ნიშნავს ბიზნესის კეთება. რაც შეეხება გენდერი, ქალთა ჩართულობა ამ მიმართულებით ერთ-ერთი ჩვენი საკმაოდ აქტუალური და ისეთი თემა, რომელზედაც ჩვენ საკმაოდ დროს ხარჯავთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ქალ ბიზნესმენთა და დეპუტატ, ასე ვთქვათ, ქალბატონების ერთობლივი ფორუმის და პერფორმის მოწყობას და აი ამ ასე ვთქვათ ორ კატეგორიას შორის დიალოგის უფრო გაღრმავებას სწორედ კანონშემოქმედებით პროცესებზე. მე მინდა ყურადღება გავამახვილო ბუნებრივია ჩვენი ასე ვთქვათ დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა გენდერული დისკრიმინაცია და ალბათ ყველა მიცით ბოლო დროს გახშირებული საკმაოდ მწვავე ძალადობრივი ფაქტები ქალბატონების წინააღმდეგ და ალბათ აუცილებელია რომ ჩატარდეს საკმაოდ კომპლექსური კვლევა, რატომ ხდება ეს ახლა. ხომ არ შეუწყო რაიმე ფაქტორმა აი ამ განსხვავებულ ასე ვთქვათ ძალადობებს ხელი, მაგალითად ხომ არ დააზიანა კეთილინებით მიღებულმა რომელიმე კანონმდებლობამ, საკანონმდებლო ცვლილებამ და ხომ არ გამოიწვია უკუშედეგი, მაგალითად ქალთა დისკრიმინაციის მხრივ. მაგალითისთვის შესაძლოა მოვიყვანო ეს იქნება მხოლოდ დაშვება ჩემი და არა მტკიცებულება იმისათვის რომ კანონმდებლობა გახდეს ეფექტური აუცილებელია ჩატარდეს რეგულაციების ზეგავლენის ანალიზი ეგრეთ წოდებული RIA ეს თემა შემოაქვს იმიტომ რომ მაგალითად ბოლო დროს ჯანდაცვის სფეროში და ასევე საზოგადოებრივი წესრიგის სფეროში ალკოჰოლთან და ასევე რეცეპტებთან დაკავშირებული ცვლილებები ხომ არ გახდა მიზეზი იმისა, რომ ოჯახებში იმადა მამაკაცთა მხრიდან ქალებზე ძალადობა. ეს მხოლოდ ჩემი დაშვება, ეს მე ამას კვლევა ჭირდება და სერიოზული გაანალიზება. რადგან მე წარმოვადგენ ორგანიზაციას, რომელსაც ბიზნესის სექტორთან აქვს შეხება, მინდა ჩვენი მუშაობის პერიოდში რამდენიმე დაკვირვება გავაცნოთ ქალებთან მიმართებაში. საინტერესოა რომ ბიზნესის წარმომადგენლები ძალიან იშვიათად ირჩევენ ქალ პარტნიორებს, თქვათ ქალ პარტნიორ ბიზნესებს. ისინი სიამოვნებით ასაქმებენ მაგალითად ან მოადგილედან, თქვათ რომელიმე გაყოფილების უფროსად ან დივნად ქალბატონს, მაგრამ სტატისტიკურად თუ ავიღებთ ეს ჩვენი დაკვირვება ბიზნესებს პირდაპირ პარტნიორობა ქალბატონებთან არის საკმაოდ შემცირებული და ეს ყოველთვის ასე იყო.
ასევე მიზეზი ალბათ არის ჩემი აზრით გარკვეული სტიგმა, სტერეოტიპი და ის პრობლემა რისთვისაც დღეს ვართ შეკრებილები. რომელსაც მე ვფიქრობ, რომ ყველა, ასე ვთქვათ, სფეროში, ყველა სექტორში უნდა ვებრძოლოთ. ასევე საინტერესო დაკვირვება არის ის, რომ ძირითადად წარმატებულ ქალ, ასე ვთქვათ, ბიზნესმენთა მნიშვნელოვან ნაწილს არ გააჩნია, ანუ ისინი არ არიან დაოჯახებულები, ან იმყოფებიან განქორწინებაში. ანუ ესეც გარკვეულწილად გვაძლევს სხვადასხვა ტიპის დასკვნების გაკეთების საშუალებებს და მე ვფიქრობ, მაინც თქვენ შეკითხვაზე რატომ, ალბათ პასუხია ისევ იქნება ის, რომ ყველაზე მთავარი პრობლემა არის არა კანონმდებლობა, არა თქვათ პოლიტიკა და ასე შემდეგ, არამედ არის საზოგადოებრივი ცნობიერება, სტიგმები, სტერეოტიპები, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად უნდა ვებრძოლოთ. მე მოგიწოდებ თქვენ, რომ ებრძოლეთ ასეთ სტერეოტიპებს თქვენს სამეზობლოში, საახლობლოში, არ ვიცი, კოლეგებთან, მეგობრებთან, თუ კი სადმე ოდნავ მაინც გაჟღერდება დისკრიმინაციული აზრი, მოსაზრება, ანქმედება, იყავით ასე ვთქვათ, რადიკალური, რადგან თქვენთან ის დაობა, ჩვენ ვართ ის დაობა, რომელიც აღარ უნდა შეეგუოს ქალის დისკრიმინაციას საზოგადოებრივი აქტივობის არც ერთ სფეროში. და მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა სოციალისტები არის სწორედ ის პლატფორმა, არის სწორედ ის ახალგაზრდული გაერთიანება, რომელსაც გააჩნია საკმაოდ მძლავრი პოტენციალი იმისთვის, რომ იბრძოლოთ ასეთი ტიპის სტერეოტიპების წინააღმდეგ. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო, მინდა გთხოვოთ, რომ არ დაგავიწყდეთ, ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, ვიმუშაოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრებ ჩვენს თანამემამულე ქალბატონებზე და იქ არსებულ გენდერულ პრობლემებზე, რომელზედაც მსჯელობა არათუ ადგილზე სამწუხაროდ ჩვენს მხარესაც მე ვიტყოდი არც თუ ისე აქტიურად მიმდინარეობს და არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ქალბატონებიც არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი და ამაზეც თანაბრად უნდა შევტყიოდეს გული. ბოლოს დამატებით დასკვნის სახით ვიტყვი, რომ ჩვენი ცენტრი, ჩვენი ორგანიზაცია ძალიან აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდულ ფორუმებთან. მე მინდა აქვე გამოვხვა სურვილი, რომ შემოგთავაზოთ სხვადასხვა ტიპის საკანონმდებლო განხილვებსა და ასე ვთქვათ, შეხვედრებში ახალგაზრდა სოციალისტების წარმომადგენლობა იყოს აქტიურად ჩართული. ჩვენი კარი იქნება ამ ორგანიზაციების, ამ გაერთიანებისთვის ღია, რათა თქვენი ახალი აზრები, თქვენი განსხვავებული აზრები მაქსიმალურად იყოს გაგებულიც და შესმენილიც, როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე სხვადასხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებში. მე მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა და ერთი შესაძლოა გასვეთილი ანდაზა ალბათ გამოთქვა, ჩინური გამოთქვა, რომელიც ამბობს, რომ კაცი გახლავთ ოჯახის თავი, ხოლო ქალი გახლავთ ოჯახის კისერი და კისერს საიდანაც უნდა იქ ხარეს მიატრიალებს თავს. ასე რომ